მოქალაქე ვახტანგ მჭედლიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. სარჩელის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. გიორგი მარგველაშვილს იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ვახტანგ მჭედლიშვილის დანიშვნას ედავება. მხარეთა არგუმენტები დროს რეპორტაჟში. გიორგი მარგველაშვილი სასამართლოში მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას არ დასწრებია. იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს ბრალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ვახტანგ მჭედლიშვილის უკანონო დანიშვნას იზრდებს, რის გამოც განკარგულების გაუქმებას მოითხოვს. მოყვანილი მაქვს სასამართლოში 20-ზე მეტი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რომ მისი დანიშვნა მოხდა კონკურსის პირობების სრული დარღვევით, ვიღაცის ალბათ რჩევით, ან რეკომენდაციით და კიდევ უარესი დავალებით. ძირითადი მოთხოვნა არის პრეზიდენტის ადმინისტრაციული აქტის მისი განკარგულების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე კახნიაშვილის ბრალდებებზე განმარტებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათი თქმით, უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი კონკურსის ყველა პირობას აკმაყოფილებს. სარჩელის ავტორს კი ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. სარჩელი არის სულად დაუსაბუთებელი. სარჩელი ემყარება მოსარჩელის მცდარ ვარაუდებს და დაუზუსტებელ არაკორექტულ ინფორმაციას და ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არ შეიძლება გახდეს საფუძველი სარჩელის დაკმაყოფილების და ალბათობის მაღალი ხარისხით ჩვენ მათ წამს რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქმება. ქვეყნის პირველი პირის საქმიანობის მიმართ კითხვების არსებობას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. გიავოლსკი ფიქრობს, რომ მსგავსი პრეცედენტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ნიშანია. უმცირესობა კი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობს. ჩვეულებრივი პროცესია დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი. ფიქრობ, პრეზიდენტის წარმომადგენელი მივა და ამომწურო პასუხს გასცემს ასმულ შეკითხვებზე და მე უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდო. ერთი რამ ფაქტი არის, დღეს მიდის სამკვირო სასიცოცხლო ბრძოლა ღარიბაშვილსა და პრეზიდენტს შორის. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს დავაც ამის ნაწილი იყოს გარკვეულწილად, მაგრამ თუ კი ხელისუფლებას აინტერესებს მაღალი თანამდებობის პირები, სათანადო ჩვენებებს იძლევიან თუ არა, ალბათ უფრო ლოგიკური იქნებოდა ჩვენების მისაცემად დაებარებინათ ბიძინა ივანიშვილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება პრეზიდენტს შესარჩევი კონკურსის გარეშეც შეუძლია, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. კახა კოჟჯორიძის განმარტებით უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და მიმდინარე სამართლებრივი დავა უსაფუძვლოა. კანონმდებლობა და კონსტიტუცია პრეზიდენტს კონკურსის ჩატარებას არ ავალდებულებს. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება, ამიტომ რთული იქნება ამ კუთხით პრეზიდენტის წინააღმდეგ რაიმე გადაწყვეტილების მიღება. დაესწრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ სასამართლო პროცესს ჯერჯერობით უცნობია. 16 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე მხარეები წერილობით მტკიცებულებებს წარადგენენ.